ვიდეოში ჩვენ ვიმოგზაურებთ სეულში, სამხრეთ კორეაში და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო, როცა ჩამოყავთ სეულში. ესაა სეული, სამხრეთ კორეის დედაქალაქი, სადაც თითქმის 9 მილიონი ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ამიერიდან კი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქი. სეულში გავატარეთ თითქმის 4 დღე და ერთად ნახოთ რამდენი რამის მოსწრება შევწყდეთ. ახლა უნდა გავუფრინდე სეულში. საკმაოდ პატარა ადგილია, მაგრამ პლედი და ბანიში გვაქვს. ჯერ არ მექნება ნათქვამი, მაგრამ ეს ვიდეო თუ მოგეწონება, აუცილებლად დალაიქე წინასწარ და მე გამომწენე. თუმცა პირველად იმაზე გიპასუხებთ, საერთოდ რა მინდა სეულში. თქვენ ახევრისკენ ჩავერთეთ PSP-ს კონკურსში, რომელიც ტარდებოდა მიზონთან კოლაბორაციით, საიდანაც გამარჯვებული გაემგზავრებოდა კორეაში. კონკურსი იყო 2 ეტაპიანი და პირველი 10 გამარჯვებული მეორე ეტაპზე გადადიოდა კომენტარების რაოდენობის მიხედვით. დავაგროვეთ დაახლოებით 6000-მდე კომენტარი. ხოლო მეორე ეტაპზე გამარჯვებული შეირჩა აი ამ 4 კომპონენტის მიხედვით და აი ასე მოხვდი სეულში. Hello, მოგესალმებით კორეული ავტობუსიდან და ეხლა მივიდეთ სასტუმროში. ჩვენი კორეული არდადეგები იწყება ჭამით. სამწუხაროდ კორეაში მხოლოდ რამდენიმე დღით ვიმყოფები, ამიტომ მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად აუცილებელია შევიმუშაოთ სია. ამ სიაში იქნება ყველაფერი, რაც უნდა მოვინახულო, გავაკეთო, დავაგემოვნო და შევიძინო სეულში ყოფნის პერიოდში. პირველი რაც აეროპორტში ფეხის დათმისთანავე გამოვცადეთ, ეს იყო კორეული სტუმართმოყვარეობა. და იმის რომ მიზონის გუნდი ძალიან დიდი სიყვარულით და საქართველოს დროშებით დაგვხვდა, ეგრევე წაგვიყვანეს რესტორანში, სადაც საოცრად გაგუმასპინძლდნენ. All you can eat buffet არის რა, რასაც გინდა, იმას შეჭამ. ყველაფერი აქეთ გვაქვს კიმჩი, მის საჭმელები. ჩვენი 25 საათიანი მოგზაურობისა და ვახშმის შემდეგ წავედით პირდაპირ სასტუმროში, სადაც მიზონ უამრავი საჩუქარი დაგვახვედრა. ქალაქში გასვლის თავის საერთოდ აღარ მქონდა, მაგრამ ეგეც არაფერი, რადგანაც მეორე დღიდან ძალიან დატვირთულ დღეებს ვიწყებდით. და კორეაში რითი უნდა დავიწყოთ დღე, თუ არა თავის მოვლით. Hello. რა თქმა უნდა, კორეაში პირველ დღეს ვიწყებთ კორეული სკინქეარით. რადგანაც მიზონთან კოლაბორაციით ვართ კორეაში, დილას დავიწყებთ, რა თქმა უნდა, კორეული სკინქეარით. მე არ წარმოგიდგენიوارთ სკინქეარში. ახლა განახებთ როგორც არ წარმოგიდგენიوارთ. კორეული სკინქეარის პირველი ეტაპი. სახის ნიღაბი. ახლა მას გავიჩერებ 10 წუთი და დაგებრუნებით. ოკეი. შემდეგი ნაბიჯი მოვიხსნათ. ნიღაბი გავიდა 10 წუთით და 15. სანამ ეს მეკეთა, შხაპი მივიღებ. დღეს ავიდა იქ დილის 7 საათზე და ზუსტად 4 საათი მეწინ. ახლა გავიკეთებ მეგობრებო მაკიაჟს, თანით რას უყურებ? გაცოცხლებულ შოუ. ესეც თქვენი ქალბატონი ანანო. რა თქმა უნდა, ტყუილად არ გავლამაზებულ ვართ. მეორე მისია არის გიონგბუკუნგს სასახლის მონახულება, რომელიც სეულის ყველაზე დიდი და ისტორიულად მნიშვნელოვანი სამეფო კომპლექსია. ამათ ძალიან ტრადიციულ სასახლეში უნდა შევიდეთ და უნდა ვიქირავოთ კაბები. ტრადიციული კაბები. კაბებს, რომელსაც ახლა ჩვენ ვარჩევთ, ჰამბოკი ქვია და არის ტრადიციული კორეული სამოსი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ როგორც მეფეები, ისე ჩვეულებრივი მოსახლეობაც. ჩვენი კორეული არდადეგები იწყება და რა თქმა უნდა იწყება ტრადიციულად. კაბები ჩავიცვით. ახლა უნდა გავიკეთოთ თმის აქსესუარები. როგორ მოგწონოთ ტრადიციულ სამოსში? ხომ აკვდება? ჩვენი მოგზაურობა კორეაში ისე ხوار ჩაივli და ჩვეულებრივი ჩემი მოტეწყნილი თმით მე ვლოგ ქუჩებში რა სირცხველი იქნებოდა წარმოგიდგენიათ? ამიტომ ახლა ჩვენ ვიხდით დამატებით ფულს, იმაში რომ თმა მომიწესრიგონ და გამიკეთონ ის როგორც ადრე ყოდოთ პრინცესებს. პრინცესაზე ნაკლები არ მეკუთვნის. აი ამდენ კაბიდან უნდა არჩიო რაც გინდა. ნახეთ ამას შეხედეთ მეგობრებო, უამრავია. საოცრება, ძალიან ბევრი რაღაც არის. კაცების სექციაც გვაქვს მეგობრებო, კალების სექციაც გვაქვს, აირჩიეთ როგორიც გინდათ. ძალიან ლამაზია. დღესდღეობით კორეაში ჰამბოკის ტარება ტრადიციულ ღირსშესანიშნაობებთან კვლავაც ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით კი ტურისტებში. დიდმა აგვიხსნა, რომ თუ ტრადიციულ ჰამბოკს ატარებ, ძალიან ბევრ ისტორიულ კომპლექსში შესვლა უფასოა. მაღაზიები, სადაც ჰამბოკი ქირავდება, სასახლეებთან ახლოს არის მიმოფანტული და დაახლოებით ფასი მერყეობს $20-დან ზემოთ. ჰამბოკის ტარების ძირითადი მოტივი მაინც ინსტაგრამისთვის და ტიკტოკისთვის ვიდეოების და ფოტოების გადაღებაა. ტრადიციული ტანსაცმელი, რა თქმა უნდა, ხარისხითაც განსხვავდება და რაც უფრო ხარისხიანს და განსხვავებულს ქირავობთ, უფრო ძვირგიჯდება ეს სიამოვნება. ასეა ვარცხნილობებშიც. აი აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი არის ოჯახების მიერ ჩათქმული სურვილები. ხოდა ეხლა მეც შევაბავ, რომ იბერია გაფწყინდეს და მე ავიდე 100,000 გამომწერზე რა. შემდეგი მისია გახლავთ ბუდისტური ტაძრის სტუმრობა და სურვილის ჩათქმა. ტაძარში შესვლისთანავე თვალში გვხვდებათ 3-5 მეტრიანი ოქროს ბუდას ქანდაკება. ზოგიერთი ტაძარი საკმაოდ პოპულარულია ბუდისტებში, რადგანაც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ძალიან აქტიურად დასახლებულ ქუჩაზე. იმის მიუხედავად, რომ ამ ტაძარს არაერთი სტუმარი ყავს, კორეის მოსახლეობის 50%-ზე მეტი მაინც ათეისტია. ქრისტიანები შეადგენენ მოსახლეობის 30%, ხოლო ბუდისტები 15-20%-ს. ბოტასები უნდა გავიხადოთ თურმე. და უნდა ჩაიფიქროს სურვილი, რომელიც აუცილებლად აგისრულდება.
სეული ისე როგორ დაგვეტოვებინა აქაური კორეული ჩაი არ გაგვესინჯა მით უმეტეს მწვანე. კორეაში ჩაისმა უკვე ტრადიციის ნაწილია და მე-6 საუკუნეში ბუდისტ ბერებთან ერთად შემოვიდა როგორც მედიტაციისა და შინაგანი სიმშვიდის გამოხატულება. ჩვენც რა თქმა უნდა მოგვამზადებინეს ტრადიციულ ჭურჭელში ტრადიციული მწვანე ჩაი, რომელთაც მე პირადად ძალიან ვერ აღვთოვანდი, მაგრამ სანახაობრივად ძალიან საინტერესო იყო, როგორ დავწუწეთ ყველაფერი მაგიდაზე. მწვანე ჩაით გაგვიმარჯოს. საჩემო არ არის აღიარებ. მაგრამ თავარია რომ ტრადიციებს მიყვებით. კორეის განწერული სულისკვეთება როგორ ჩაივლიდა ისე, რომ ჩვენ არ ამოსულიყავით კორეაში ყველაზე მაღალ შენობაში, ლოტე თაუერში, რომელიც არის 123 სართულიანი, 555 მეტრი. ეხლა სადაც მივდივართ, ეს არის მსოფლიოში სიმაღლით მე-6 შენობა, მაგრამ კორეაში აქეთ მხარეს ყველაზე მაღალი. თამანო ჭამო, იეი! აუ, ვაუ, რა ლამაზია. ლოტე თაუერის მშენებლობა დაიწყო 2010 წელს და დასრულდა 2016 წელს, ხოლო საზოგადოებისთვის გაიხსნა 2017 წელს. შენობას გააჩნია არაერთი ფუნქცია: საოფისე, სასტუმრო, რესტორნები, საცხოვრებელი და ასე შემდეგ. ჩვენ ამოვედით 117 სართულზე და ანუ აი აქედან კიდე ცალკე ლიფტია რა. მაღლა ვინც მიდის იმ ხალხისთვის, ცალკე პატივი ხო ხვდებით რა, ეხლა ყველას არ აქვს ეგ შესაძლებლობა. აი უკვე ვხედავ მთელ კორეას ჩემ ხელის გულზე როგორ იშლება. მაგრამ თვალი რომ მოვა. არ გამოდი. და ემცას რო ეხში გადაგივარდეს. ბოლო 6 სართული მოიცავს არა მხოლოდ კაფეებსა და რესტორნებს, არამედ მინისიატაკს და ადგილებს, სადაც შეძლებთ ფოტოების გადაღებას. ამოვიდით მეგობრებო, აი ასეთ ხედზე და ნახოთ აბა როგორი საჭმელები ექნება კორეაში ყველაზე მაღალ რესტორანში. ესეც აუცილებლად უნდა გამოგვეცადა, როცა სეულში წამოვიდოდით და აი რა კარგი გუნდი ყავს მიზონს, რომ ესე იზრუნა ჩვენზე. ძალიან მადლიერი გაყლავართ. იცი რა? ეს არის კარტოფილის კრემსუპი, რომელიც საკმაოდ გემრიელია. დაინახავს თუ არა, წყალი გაკლია, გიფსებს ეგრევე. გაგვიმარჯოს. ძალიან გემრიელი საჭმელია და ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე გუშინ იყო. შემდეგი მისია არის გავეცნოთ ტრადიციულ კორეულ ხელოვნებას და ჩვენითვე დავამზადოთ სადაბით პატარა საყვარელი ბრელოკები. მე წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ საოცრად გავერთი და ძალიან დამაინტერესა პროცესმა. ესე იგი, ეხლა უნდა გავაკეთოთ ბრელოკი, ეს არის ამასი ტრადიცია. ფურცელზე უნდა გავაკეთოთ ნახატი. What is this for? Kender. გადავწყვეტე რომ ჩემი მეგობარ ჩამოუტანო ბრელოკი, დამავალა ჩემო მეგობარმა Dark Flash შენთვის მომაკ ჩემი ხელით გაკეთებული ბრელოკი ძმაო. მეტი რა გავაკეთო. ესე იგი, აგვიხსნას რომ თავიდან არის ესეთი, შიგნიდან არის ძალიან ლამაზი და შაინი. ამიტომ ზედაპირს ყურკავენ, საწაიღე ხალხო. აი ესეთი ხდება გაშკურყვის შემდეგ. რადგანაც ეს არის ძალიან თხელი და ფაქიზიო, პიკერებს იღებენ არა პინცეტით, ანუ არა მეტალით, არამედ ესეთი ცვილით. ნახეთ, ეკრობა, ძალიან ეწარეგრობა. აი ესე. მე მინდა ირემი და სად არის? სხვების დავათვალიეროთ მეგობრებო, ახლა ჩამოვიარო. ყველამ დავამზადეთ ჩვენი ბრელოკი და ძალიან კმაყოფილები დავრჩით. თუ მოგწონთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. ეხლა ვარ ისეთ ქუჩაზე, სადაც არის სულ სტრიტ ფუდი რა. თუმცა ეხლა ჩვენი თვართ გამოსულები. ხო ეხლა განახებთ, ყველაფერი იყიდება. რა თქმა უნდა, სეულში ყველაფერს ვერ მოვასწრებდი, რადგანაც მიყვებოდით აჯენდას და ვიყავით ჯგუფი, მაგრამ ვეცადე რომ ყველაფერი მომესწრო, რის მოსწრებაც მთელი გულით მინდოდა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი იყო სტრიტ ფუდი. სხვა ინფლუენს შემოგვიერთდა და კალბატონი და არც იმელია. შემდეგი მივდივართ ქათამზე. აბა რას მიირთმევთ? Sweet and sour khatami. Sweet and sour khatami, my god. კარგი არჩევანია, ამას მე ავიღებ. ქართველების მორიგი გამარჯვება. დავიშალოთ. კორეაში სტრიტ ფუდი არ არის მხოლოდ საჭმელი, ეს არის კულტურული გამოცდილება. ამიტომ ამას ცალკე ვიდეოც მიუძღვენი, რას ჭამ კორეაში 24 საათის განმავლობაში, რომელსაც შემდეგ ვიდეოდ დავდებ, მაგრამ მანამდე ამ ვლოგშიც განახებთ რაღაცებს. გაუხარყულია. მეთქი რა кай ხალე ვარ, მეც დავაფოლოვებ, მარტო ამას რა დავაფოლოვებ. არ გიცნობდნენ ბოდიშის გიხდი, მათი მხრიდან. ეს არის შემწორი ნაყინი. მართლა ნაყინია. და კორეა ისე როგორ უნდა დამეტოვებინა, რომ რაღაცები არ მეყიდა. მოგესალმებით, საყვარელო მაყურებელო კორეიდან. დღეს არის ბოლო დღე კორეაში. ძლივს გამოვეხვეტეთ სასტუმროდან და დღეს არის დღე, როცა ვიყიდი საჩუქრებს. ალბათ, არ ვიცი, მე მეტება თქვენთვის საჩუქრებს ყიდვა, ჩემო მეგობრებო?
არა, თუ თქვენ საჩუქარი არ გიყიდეთ, როგორც ყოველთვის აუცილებლად უნდა მოკითხოთ თქვენ თავს, იმიტომ რომ პრობლემა ყოველთვის არის თქვენში და არა ჩემში. სეულს ისე ვერ დავტოვებდი, რომ არ ვიყიდოთ ჩაი, საჩუქრები და არ შევიდეთ რამე ლამაზ კაფეში და არ შევჭამოთ ცოტა ძვირიანი და უგემური საჭმელი. ჩვენი დღის გეგმა არის ეგ. მივდივართ კაფეში, ყიდულობთ საჩუქრებს. Let's go. მოვედით ჩვენ კორეულ მაღაზიაში და ეხლა უნდა ვიყიდოთ რაღაც აქაური ავთენტური საჭმელები და პროდუქტები. ეს არის ტობოკი, რომელიც მარკეტზეც გავს სინჯენ. Okay, ეს ვიყიდოთ $5-მდე ღირს და მინდა რომ კიმჩი წავიღო საჩუქრად რა. ჩემი აზრით კიმჩი იქნება კაი საჩუქარი. გამომშრალ მარწყულს ყიდულობ კიდე სადღაც $3 ღირს. ვიყიდეთ ძალიან ბევრი საინტერესო სნექი და პროდუქტი ჩემი შემდეგი ვიდეოსთვის, რომელიც იქნება ვსინჯავ კორეულ სნეკებს, თუმცა სანამ მაგ ვიდეოს დავდებ, ძალიან გთხოვთ რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ და მე გამომიწეროთ. ელოდები, დავიდეთ ბოლო აზიატაზე. აუ რა კაი სუნია, ვანილის სუნია გიჟივით. აუ მაგარია. ვიყიდოთ. დამავალა ლენკა მწვანე ჩაი კორეული. აქ მაგრადევასებად ჩაი რა. ეხლა მითხრეს დაგასუნინებთო და ვნახოთ აბა. ჩვენ ვართ ერთ-ერთ დიდ მოლში, სადაც ბევრმა გაუწია რეკომენდაცია ამ ადგილს ჩაის საყიდლად რა. საბოლოოდ ვიყიდე ჩაი. დაახლოებით $100 პროდუქტი და წავედი უკვე კორეული კაფეების მოსანახულებლად და ყველაზე გემრიელი სასმელების გასასინჯად. სინჯოთ Starbucks-ის რამდენ $? $6 მანდარინების ჩაის. ძალიან გემრიელია, რაღაცა მოსმუზო, მოყინულო. ეს ახლავე მინდა საქართველოში. ანუ უბრალოდ საუკეთესო რამ არის, რაც ეს მე დამილევია. ესე იგი მოვედით მაჩას კაფეში, რასაც ქვია მეჩა. აქ იყიდება ძალიან ბევრი სახეობის მაჩა. შეუკვეთე უკვე, უნდა გავსინჯო. ესეც ჩვენი მაჩა, სამნაირი მაჩა ავიღე. ეს არის მაჩას კრემი, ეს არის მარწყვის კრემი, ეს არის იმინად ცივი მაჩა ყინულიანი. ესეც მარწყვის რულეტი და ეს ყველაფერი დამიჯდა 24,000 ვონი, ანუ $20. მეგობრებო, სანამ კორეაში ვარ, მე აქაურობას ისე ვერ დავტოვებდი, რომ არ გამესინჯა ავთენტური მაჩა. მაჩას აქ ზოგადად ჩემთვის ყლაპოს გემო. ამიტომ შეიძლება ჩემშია პრობლემა, ხვდები? ამიტომ ვიყიდე სამნაირი სასმელი მაჩა ლატე. მაჩას კრემი აქვს ზემოდან. მოდით ჯერ კრემი გავსინჯოთ. თვითონ კრემი არის უგემრიელესი. ანუ ეს არის ყველაზე გემრიელი მაჩა, რაც დამილევია, თუმცა მაინც არ მომწონს, იმიტომ რომ არის ყანე ჩაი. უგემრიელესია, დედასვიცა ვარ, მაგრამ ჩემთვის აშინელებაა. აუ იცი რა გემრიელია? ნერვები მეშლება, მაჩა მომეწონა. ეს არის უბრალოდ აის მაჩა. კრემოვანი არ არის, ეს უფრო წყალ-წყალა და ცივია. ესეც გემრიელია. ანუ არ მიყვარს ჩაი, ჩაის გემო აქვს. შესაბამისად არ მომწონს, მაგრამ გემრიელია. ოპა, ეხლა გავსინჯოთ ეს. ძალიან კაია. მაგარია. მარწყვით გავსინჯოთ ბარემ მარწყვის რულეტი. ყველაფერი კაია. ამ ლოკაციას უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან. უცებ გაიქცეთ. და ამ მომენტიდან უკვე გამოვიმგზავრეთ თბილისში, რომელიც აღარ გადამიღია, მაგრამ შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით რა ვჭამე კორეაში 24 საათის განმავლობაში.